ფენოვანი სააერო თავდაცვა ირანის წარმატების მთავარი გასაღები უნდა ყოფილიყო. ამ თავდაცვით შეეძლო აშშ-ს მხოლოდ უხილავი ბომბდამშენებისა და გამანადგურებლების გამოყენებით. სხვა ყველაფერი ჩამოაგდებოდათ. მაგრამ ეს გეგმები დიდი ხანია რაც აღარ არსებობს. ახლა აშშ-ს ირანში ჰყავს AH-64 აპაჩები და A10 ვართოგები. ისინი ჯოჯოხეთს აკრიან ირანის სამხედრო ძალებს, ასრულებენ თავიანთ როლს მისი რუკიდან წაშლაში. ისეთი დარტყმებით, რომ ირანს არასდროს უფიქრია ასე თუ შეიძლება დაერტყათ. და ეს როგორ ხდება? იმიტომ რომ აშშ-ს ირანში საჰაერო უპირატესობა მოიპოვა. თუ იცნობთ მათ, გიყვართ ისინი. განაცხადა აშშ-ის ომის მდივანმა ფით ჰეგზეთმა 26 მარტს, როდესაც გამოაცხადა, რომ აპაჩის ვერტმფრენები და A10 ვართოგები ირანის საჰაერო სივრცეში დაუსჯელად დაფრინავენ. და აპაჩის საბრძოლო ვერტმფრენები ირანის საჰაერო სივრცეში და ჰორმუზის სრუტეში სურვილისამებრ ასრულებენ დარტყმის მისიებს, დაამატა ჰეგზეთმა. და ეს გვიჩვენებს, რომ ირანს არ აქვს ეფექტიანი პასუხი იმ საჰაერო დარტყმებზე, რასაც აშშ-ში უქმნის. ეს საჰაერო აპარატები საერთოდ არ არიან უხილავები, სინამდვილეში პირიქით. ჰეგზეთი მათ აღწერს როგორც ნელა და დაბალ სიმაღლეზე მფრენ აპარატებს. ყოველ შემთხვევაში თუ შევადარებთ ისეთებს, როგორიცაა F-35 და B-2 სპირიტი უხილავი ბომბდამშენი. და ეს ფაქტი მარტო გიჩვენეთ, რამდენად სერიოზულად არის დასუსტებული ირანის საჰაერო თავდაცვა. ასეთი ნელი, დაბალ სიმაღლეზე მფრენი და ახლო საჰაერო მხარდაჭერის პლატფორმები მხოლოდ მაშინ იგზავნება, როცა მტერს აღარ აქვს სერიოზული საჰაერო თავდაცვა, განაცხადა ჰეგზეთმა თავის განცხადებაში. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება თამამ განცხადებად მოგეჩვენოთ, ეს ძირითადად სიმართლეა. აპაჩები და A10-ები ფრენას იმიტომ ახერხებენ, რომ ოპერაცია Epic Fury და ოპერაცია Roaring Lion ირანის საჰაერო თავდაცვას სერიოზულად დაარტყა. მარტის 5-ისთვის ისრაელის თავდაცვის ძალების, ანუ IDF-ის შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი აიალ ზამირი აცხადებდა, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების 80%-ის განადგურება ან წობრიდან გამოყვანა ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმების დაწყებიდან პირველ 24 საათში მოხერხდა. ეს ირანისთვის ნიშნავს იმას, რომ მას დარჩა იზოლირებული საჰაერო თავდაცვის კვანძები, ხშირად მხოლოდ ჯარისკაცები მხარზე დასამაგრებელი სისტემებით, რომლებიც ვერ ასწრებენ რეაგირებას იმ დარტყმებზე, რომლებიც უფრო სწრაფად სრულდება, ვიდრე ისინი მოახერხებენ პასუხისგაცემას. ირანის ფენოვანმა თავდაცვამ პრაქტიკულად მნიშვნელობა დაკარგა აშშ-სა და ისრაელის მოქმედებების შედეგად. თუმცა ზამირის კომენტარები სრულ სურათს არ ასახავს. ირანის საჰაერო თავდაცვის პრობლემები ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ოპერაცია ეპიკური რისხვა და ოპერაცია მბრტყინავი ლომი დაიწყებოდა. უკვე 12 დეკემბერს Forbes იუწყებოდა, რომ ირანს სერიოზული ხარვეზები ჰქონდა საჰაერო თავდაცვაში ისრაელის წინააღმდეგ და როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ასევე აშშ-ს წინააღმდეგაც. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰასან რუხანიმ ძალიან მკაცრად შეაფასა ეს თავდაცვა და თქვა: ირანის ცა მტრისთვის სრულიად უსაფრთხო გახდა. ჩვენ აღარ გვაქვს რეალური შეკავების ძალა. ჩვენი მეზობელი ქვეყნების, ერაყის, სირიის, ლიბანისა და იორდანიის საჰაერო სივრცე მთლიანად კონტროლდება შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, აშშ-სა და ისრაელს ჰქონდათ ბაზები ირანთან, იმდენად ახლოს, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ დროს შეეძლოთ შესვლა, ჯერ კიდევ ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე. ეს იყო პრობლემა, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ აშშ-სა და ისრაელს უკვე ერთხელ ჰქონდათ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამორჩილება. ივნისის ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დროს, რომელმაც გამოიწვია 12 დღიანი ომი ირანსა და ისრაელს შორის, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების დიდი ნაწილი საათებში განადგურდა. ეს არის ირანის პრობლემის ძირეული მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის 80%-ის განადგურება შთამბეჭდავად ჟღერს, ირანის რეალური მიზეზი, რატომაც ვერ შეძლო ასე კატასტროფულად A-10-ებისა და აპაჩების თავისი საჰაერო სივრცეში ფრენის შეჩერება, ის არის, რომ ეს თავდაცვები კომპრომეტირებული იყო მანამდე, სანამ ეს პლატფორმები საერთოდ გამოჩნდებოდნენ. იმ დროისთვის, როცა ოპერაცია ეპიკური რისხვა დაიწყო, Army Technologies ცნობით, ირანის რეჟიმს მხოლოდ დაახლოებით 100 საჰაერო თავდაცვის მაისგამშვები დანადგარი ჰქონდა დარჩენილი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დანადგარები თავსებადი ყოფილიყო ყველა იმ რაკეტასთან, რომის გამოყენებაც ირანს სურდა და სჭირდებოდა აშშ-ს საჰაერო დათმობის დაწყებისას. ირანი თავიდანვე წაგებულ პოზიციაზე იყო. ნახევარ წელიწადი სრულიად არასაკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ინდონეზე აღედგინა, როგორზეც ის იყო, როცა ისრაელმა და აშშ-სჯომ ის ივნისში დაასუსტეს. სწორედ ამ ფაქტის გამო შეუძლიათ ახლა აპაჩებსა და A-10-ებს ირანის მასშტაბით სამხედრო სამიზნეები რუკიდან გააქრონ. თუ ირანს საჰაერო თავდაცვა ექნებოდა, ეს შეუძლებელი იქნებოდა. აპაჩი მარტო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის მარტივი სამიზნეა. მხოლოდ 20,000 ფუტის მაქსიმალური ფრენის სიმაღლით ის უნდა იყოს დასატყამი თუნდაც იმ ძველი რუსული და ჩინური საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რომლებიც ირანის საჰაერო თავდაცვის ქსელს შეადგენენ. მაგალითად, S-300, რომელიც ვიცით, რომ ირანშია, ცნობილია, რომ შეუძლია დაარტყას სამიზნეებს ცაში 19 მილის სიმაღლეზე. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი ეხება S-300-ის ყველაზე თანამედროვე ვერსიას. მაგრამ ეს მაინც დაახლოებით 5-ჯერ მეტია, ვიდრე აპაჩის მაქსიმალური სიმაღლე. და სისტემის ძველი ვარიანტებიც კი ისვრიან რაკეტებს, რომლებიც ასევე ბევრად აღემატება აპაჩის ფრენის მაქსიმალურ სიმაღლეს. ის ფაქტი, რომ აპაჩი საერთოდ დაფრინოს ირანში, მიუთითებს იმაზე, რომ ჰეგზეთი სრულიად მართალია ირანის საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში ძირითადად ასეა. Regulable of team facts, რომ 80% აღნიშნავს 100%. ირანს ჯერ კიდევ აქვს გარკვეული საჰაერო თავდაცვის სისტემები, თუმცა რა სისტემებია და სად მდებარეობს ისინი, უცნობია.
მაინც როგორც Army Recognition აღნიშნავს, ჰორმუზის სრუტეზე მოქმედი A-10-ები და აბაჩები ამას მიუთითებს. ASH-ს მსუნცირე შექმნა დიდი ლოკალური საჰაერო უპირატესობის ზონები. და სავარაუდოდ შეუძლია ეს არხები ღიად შეინარჩუნოს ელექტრონული ომის, წინ განლაგებული ბაზების და ნებისმიერი საჰაერო თავდაცვის ჩახშობის კომბინაციით, რომელსაც ირანი შეეცდება გამოიგანოს ASH-ს ავიაციის წინააღმდეგ. უპირატესობა ასევე ვითარდება უზენაესობაში, რაც ნიშნავს, რომ ASH-ს კიდევ უფრო დიდი კონტროლი ექნება ირანის საჰაერო სივრცეზე. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მოდით ყურადღება გავამახვილოთ იმაზე თუ როგორ იყენებს ASH თავის A-10-ებს და აბაჩებს ირანში. ჰეგზეთის კომენტარები მიუთითებს, რომ ორიოსთვის მთავარი აქცენტი ირანის წყლის გზებზე განმეორებით გაფრენებზე იყო, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტეზე. თუ ასეა, მაშინ ეს ნამდვილად პლატფორმებია, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობები, რაც მათ იდეალურად შეესაბამებათ ამ კონკრეტულ ამოცანას. 10 თავისი ტიტანის ჯავშნით, მრავალჯერადი სარეზერვო ფრენის სისტემებით, დაბალსიმაღლეზე ფრენის უნარით და რა თქმა უნდა, ფოლადის დამშლელი GAU-8A30 მიანი ქვემეხით თითქმის მიზანმიმართულად შექმნილად ჩანს. იმ სწრაფი შეტევის ნავებთან გასამკლავებლად, რომლებსაც ირანი იყენებს იმ სავაჭრო გემების წინააღმდეგ, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გავლას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ტანკების გამანადგურებლად იყო შექმნილი და სახმელეთო ძალებისთვის მხარდაჭერის გასათევას გასაწევად, 10 დღეს უკვე მრავალფუნქციურ პლატფორმად იქცა, რომელსაც იყენებენ მაშინ, როცა მტრის სანტრის საჰაერო თავდაცვა განადგურებულია. სწრაფინავები A-10-ის ქვემეხებით ზიანდება, მაგრამ ასევე არ უნდა შევაფასოთ მისი თვითფრინავის კონსტრუქცია ნაკლებად, რადგან ის ეფექტურია როგორც გამოკენებადობით, ასევე ირანის მატერიკზე სამიზნეების წინააღმდეგ დართმევით. საბოლოოდ, ჩვენ უკვე ვნახეთ კადრები, სადაც A-10 თავისი ქვემეხებით ანადგურებს ბაზას, რომელსაც ირანის მარიონეტული მილიციის დაჯგუფება იყენებდა ერაყში. ასე რომ ვიცით, რომ ის უტევს სამიზნეებს როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე. იმ თავდასხმაში A-10-მა თავისი ქვემეხი გამოიყენა. სავარაუდოდ სხვებმა ნახეს, როგორ იყენებს ის შორი დისტანციიდან გასაშვებ საბრძოლო მასალებს, რომლებიც პლატფორმაზე შეიძლება დაიდვირთოს. ეს არის საბრძოლო თვითფრინავი, რომელსაც შეუძლია AGM-65 Mavericks რაკეტების და როგორც ლაზერული, ასევე GPS-ით მართოდი ბომბების გაშვება. ორივე მათგანი შექმნილია იმისთვის, რომ მიზნიდან რამდენიმე მილით დაშორებით გაუშვან, რაც ამ პროცესში ამ მიზნების საჰაერო თავდაცვისგან მომდინარე საფრთხეს ამცირებს. AM-9 Sidewinderis რაკეტებით შეიძლება ჩადვირთოს A-10-ში, რაც მას საჰაერო საფრთხედ აქცევს ირანული დრონებისა და ირანის საჰაერო ძალების ძველი თვითფრინავებისთვის. მრავალმხრივობა არის მთავარი უპირატესობა A-10-ისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტეში მისი მოქმედება შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს იმ თვალსაზრისით, რომ ირანს ართმევს მთავარ ბერკეტს, რომელსაც ოპერაცია Epic Fury დასრულების იძულებისთვის ირენებდა, A-10-ის მრავალმხრივობა ნიშნავს, რომ ის შეიძლება გამოიყენონ ირანის ნებისმიერ წერტილში. დიახ, ის მოწყვლადია თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, როგორიცაა S-300, რომელიც ადრე ვახსენეთ, მაგრამ სწორედ აქ შემოდის თამაშში ამერიკის საჰაერო უპირატესობა. სანამ A-10-ები დარჩებიან იმ უსაფრთხო სივრცის ჯიბეებში, რომელიც ASH-ს და ისრაელმა შექმნეს, ეს არის განადგურების მანქანა, რომელიც იმდენი ცეცხლით ძალით არის დატვირთული, რომ მის სამიზნეებს ყოველ ჯერზე როცა მოხვდებიან, გონიათ რომ სამყაროს აღსასრული დადგან. რაც შეეხება აბაჩის ვერტმფრენებს, ისინი ისეთივე მრავალმხრივები არ არიან, როგორც A-10. თუმცა ისინი აღჭურვილნი არიან Hellfire-ის რაკეტებით და 30 მმიანი ჯაჯური ქვემეხებით, რაც კიდევ ერთხელ ძალიან გამოსადეგს ხდის მათ ჰორმუზის სრუტეში. აბაჩი საკმარისად სწრაფია, რომ დააფიქსიროს და დაარტყას ირანის სწრაფი შეტევის კატარებს. გარდა ამისა, ეს ვერტმფრენია. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია ჰაერში გაჩერება და ნელა ფრენა, რათა ემსახუროს ესკორტად ASH-ს საზღვაო ძალებისა და სავაჭრო გემებისთვის, რომლებიც ცდილობენ სრუტის გავლას. გრძელვადიანი ოპერაციები სადაო საჰაერო სივრცეში ამ შეტევითი ვერტმფრენისთვის სახიფათოა, რადგან მისი მოქმედების რადიუსი, სიჩქარე და მოწყვლადობა, როგორც ინფრაწითელი, ასევე რადარით მართული საფრთხეების მიმართ მას სამიზნედ აქცევს. მაგრამ როგორც A-10-ებს, ამერიკულ აბაჩებსაც არ ხვდებათ დარტყმები. ირანს უბრალოდ არ აქვს საჭირო საშუალებები, რომ მათ დაარტყას. და ეს ალბათ უფრო მეტადაც კი ვიდრე ის პროცენტული მაჩვენებლები, რასაც ისრაელის თავდაცვის ძალები ასახელებენ, არის მტკიცებულება იმისა, რომ ირანის ცაზე კონტროლი ახლა ASH-ს ეკუთვნის. რაც ახლა ხდება, ეს არის მაღალი ინტენსივობის კამპანია, რომელსაც ამ არასტელსი პლატფორმებით აძლიერებენ. და სწორედ ასეთ საკითხებს ვაშუქებთ ჩვენ მილიტარი შოუზე. თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად იხილოთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგრჩეთ. 25 მარტის მდგომარეობით ASH-მ ირანში მინიმუმ 10,000 ობიექტზე მიიტანა იერიში. ეს ნიშნავს იერიშის მიტანილ ობიექტებს და არა 10,000 საბრძოლო მასალის გასროლას. ეს არის საჰაერო კამპანია ისეთი მასშტაბით, რომ ASH-ს უბრალოდ რამდენიმე ტიპის თვითფრინავით ამის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მაღალტევადიანი პლატფორმები, როგორიცაა ამერიკის ძველი ბომბდამშენები და A-10, აუცილებელია იმისთვის, რომ შენარჩუნდეს უწყვეტი ცეცხლის ძალა, რაც მხარს უჭერს გამანადგურებლებსა და სტელს ბომბდამშენებს, რომლებიც ირანში უფრო ზუსტ ოპერაციებს ატარებენ. ზემოქმედება ირანის სამხედრო ძალაზე დამანგრეველი იყო. ლიდერები ერთი მეორის მიყოლებით იუღებიან, დაწყებული ყოფილი უზენაესი ლიდერ ალი ხამენიით, რომელიც ოპერაცია ეპიკური რისხვის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო. ASH-ში ამტკიცებს, რომ ირანის საზღვაო ხომალდების 92% გამოთიშულია და მისი რაკეტების გაშვება 90%-ით შემცირდა, რაც მიზანმიმართული კამპანიის შედეგია, რომლის მიზანიც იყო რაკეტების გაშვების ადგილების განადგურება. სარდლობისა და მართვის ცენტრებს ძლიერად ურტყამენ, იგივე ხდება საწარმოო ობიექტებთანაც და როგორც ჩანს, ყველაფრის ცენტრში A-10 დგას.
ჰორმუზის სრუტეში სწრაფი ნავები იძულებულნი არიან გაუმკლავდნენ ამ მრავალფუნქციური შეტევითი თვითმფრინავისა და აპაჩის ვერტმფრენის კომბინაციას. მიწაზე ნებისმიერი სამხედრო ობიექტი, რომელსაც საჰაერო თავდაცვა არ აქვს, რაც ამ ეტაპზე უმეტესობას ეხება, დიდი ალბათობით ოდესმე A10 მიაკითხავს. ირანის სარაკეტო ინფრასტრუქტურამ განსაკუთრებით მძიმე დათმა მიიღო აშშ-ის საჰაერო ძალებისგან. 29 მარტს Washington Post-მა გამოაქვეყნა სატელიტური სურათები, რომლებიც ასახავს ზიანს, რომელიც მიყენებულია ირანის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან გაშვების ობიექტს. იალმიტის თქმით, ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყების შემდეგ ირანის ბალისტიკური რაკეტების გაშვების მინიმუმ 29 ობიექტი მთლიანად განადგურდა, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ მარტის დასაწყისიდან ირანის რაკეტების გაშვების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. აშშ ასევე უტევს ობიექტებს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის. ამ ობიექტების მთელი ქსელი არსებობს ირანში, რომელთაც ირანის თავდაცვის სამინისტრო და ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი აკონტროლებენ. ამ დროისთვის აშშ-მ დაარტყა ამ ქსელის 4 ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტს, რომლებიც ყველა აწარმოებს საწვავს იმ ბალისტიკური რაკეტებისთვის, რომლის წარმოებაც ირანს სურს. შაჰრუდი, პაჩინი, ხოჯირი და ჰაკიმია ყველა დაზიანდა იმაზე მეტად, ვიდრე ირანისა და ისრაელის 12 დღიანი ომის დროს. მათ მიადგათ ეს გონივრულად შერჩეული სამიზნეებია. თუნდაც ყველაზე კარგად აშენებული რაკეტები ვერ წავარსათ, თუ მათ საწვავი და გამშვები მოწყობილობა არ ექნებათ. და რადგან ირანის საჰაერო თავდაცვა დასუსტებულია, ამერიკის A10-ები სხვა მრავალი თვითმფრინავისთან ერთად დაფრინავენ და ბომბებსა და შორიდან გასაშვებ საბრძოლო მასალებს სწორედ ასეთი ობიექტების გულში აგდებენ. მაგრამ საქმე კიდევ უფრო უკეთაა. A10-ისთვის გახსოვთ, ადრე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იყო ირანის საჰაერო თავდაცვის ქსელის განადგურების საფუძველი. ჩაქრილი ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე. A10-ები როგორც ჩანს, ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველივე დღეებიდან მონაწილეობდნენ ირანის საჰაერო თავდაცვის ნარჩენების განადგურებაში. Army Recognition. ამას ხსნის და აღნიშნავს, რომ მთავარი ფაქტორი, რის გამოც აპაჩები და A10-ები ახლა ირანში არიან, ამერიკის მიერ საჰაერო უპირატესობის ადრეულ ეტაპზე დამყარებაა. Stealth პლატფორმებმა, როგორიცაა F-35 და B-2 Spirit, ოპერაციის პირველ დღეებში მთელი ყურადღება მიიპყრეს, რადგან მათ შეძლეს შეუმჩნევლად შეეღწიათ ირანში და გადაეცათ ცეცხლი ძალა კრიტიკულ სამხედრო ობიექტებზე. F-22-ებიც ასევე მონაწილეობდნენ ადრეულ ტალღებში, ისევ იმიტომ, რომ მათ აქვთ სტელსის შესაძლებლობები, რაც უზრუნველყოფს, რომ ირანის საჰაერო თავდაცვამ ისინი არ ჩამოაგდოს. ამ ყველაფერს აზრი აქვს, მაგრამ ამ პერიოდში A10-ების ყოფნა გაუგებარია. მაგრამ რაც მოხდა ისაა, რომ აშშ-მ შეძლო ამ სტელს პლატფორმების გამოყენების კომბინაცია კიბერ და ელექტრონულ ომთან, ანუ EW-სთან, რათა შეესუსტებინა ირანის საჰაერო თავდაცვა, მაშინაც კი როცა თავად სისტემები განადგურებული არ იყო. ირანის რადარებისა და სენსორული ქსელების დარღვევა, რაც აშშ-მ განახორციელა როგორც კოსმოსური ოპერაციებით, ასევე EW აღჭურვილობით დატვირთული EA-18G გრაულერის ტიპის თვითმფრინავებით ქმნიდა დროებით კორიდორებს, სადაც საჰაერო თავდაცვისგან მომდინარე საფრთხე შემცირებული იყო. ამან გზა გაუხსნა A10-ებს და მოგვიანებით აპაჩებს, რომ შესულიყვნენ დაერტყათ საჭირო ობიექტებისთვის და ისევ გამოსულიყვნენ მანამდე, სანამ ირანის საჰაერო თავდაცვა კვლავ ამოქმედებოდა. ამ მიდგომამ ასევე შექმნა შესაძლებლობა, რომ A10-ები გამოიყენებოდა პირდაპირი დარტყმებისთვის ირანის საჰაერო თავდაცვის იმ ერთეულებზე, რომლებიც კიბერ და ელექტრონული ომის ოპერაციებით იყო კომპრომეტირებული. ამ მიდგომაში გარკვეული ირონია. სწორედ ის პლატფორმა, რომლის წინააღმდეგაც ეს თავდაცვა უნდა იყოს მიმართული, თავადვეა მათი განადგურების მიზეზი. A10-ები და აპაჩები ახლა ირანის თავზე დაუსჯელად დაფრინავენ, რაც გვიჩვენებს, რომ ის საჰაერო უპირატესობა, რაზეც საუბრობდით, უკვე გარდაქმნის ზღვარზეა ნამდვილ საჰაერო ბატონობად. ზოგი უკვე ფიქრობს, რომ ირანში სწორედ ასეთი სიტუაცია, მათ შორის აშშ-ის ცენტრალური სადლობის, ანუ CENTCOM-ის ყოფილი მეთაური და ცენტრალური სადაზვერო სააგენტოს დირექტორი დევიდ პეტრეუსი. ამ ეტაპზე ჩვენ ნამდვილად არ გვაწუხებს ირანის საჰაერო და ბალისტიკური თავდაცვა, თუ მძიმე ტყვიამფრქვევების რადიუსზე მაღლა დარჩები და ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია სრული ძალით მიიტანო იერიში, ამტკიცებს პეტრეუსი და ამატებს. მე ვიტყოდი, რომ ახლა უკვე საჰაერო ბატონობა გვაქვს და არა უბრალოდ საჰაერო უპირატესობა. მაგრამ ვფიქრობ, ხალხი სწორად არის ფრთხილი ასეთი შეფასებების საჯაროდ გაკეთებისას. ფრთხილობა ნამდვილად მნიშვნელოვანია. ირანის მთავარი საჰაერო თავდაცვის სისტემა შეიძლება თამაშიდან ამოვარდნილი იყოს, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს ტყვიამფრქვევები და მხარზე დასამაგრებელი ანტისაჰაერო სარაკეტო გამშვები მოწყობილობები, რომელთა შესახებაც ადრე ვახსენეთ. აშშ-ის სარდლობის მაღალჩინოსნები შესაძლოა კვლავ ამჯობინებდნენ საჰაერო უპირატესობის, ვიდრე საჰაერო ბატონობის პრეტენზიას. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ცალკეული საფრთხეების გარდა აშშ-ს შეუძლია ირანის საჰაერო სივრცეში თითქმის ნებისმიერი საჰაერო პლატფორმა შეიყვანოს და პრაქტიკულად არანაირ წინააღმდეგობას არ შეხვდეს. საუკეთესო რაც ირანმა შეძლო იყო ამერიკული E-3 ცენტრის დაზიანება, თუმცა ესეც კი საჭიროებდა რაკეტით დათმას საუდის არაბეთში მდებარე ბაზაზე და არა ანტისაჰაერო სისტემიდან ნასოლ რაკეტას. შეიძლება ითქვას, რომ ყოფილი CENTCOM-ის მეთაური და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის გენერალი ფრენკ მაკკენზი ყველაზე კარგად აჯამებს ირანის სამხედრო მდგომარეობას ამჟამად. ვფიქრობ, ჩვენ ვასრულებთ იმ მიზნებს, რაც დავისახეთ. CENTCOM ახორციელებს ხანგრძლივ წინასწარ მომზადებულ კამპანიის გეგმას. ჩვენ შევძელით ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება იმ დონეზე, რომ შემიძლია ვთქვა, პრაქტიკულად გვაქვს საჰაერო ბატონობა ირანის უმეტეს ნაწილზე.
და ამან მოგცა შესაძლებლობა ვეძებოთ ბალისტიკური რაკეტები, ამბობს მაკენზი ამერიკის ებრაული ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტისთვის. ეს ორი ყოფილი CENTCOM-ის მეთაურია, რომლებიც იყენებენ ტერმინს საჰაერო ბატონობა და არა საჰაერო უპირატესობა. ისინი ამბობენ იმას, რასაც ამჟამად HSS-ის სამხედრო სტრუქტურის უმაღლესი ხელმძღვანელობა არ იტყვის. აქედან ვნახავთ, როგორ დაიწყება ცვლილებები ირანისთვის. HSS-ი გამოიყენებს საჰაერო დაბომბას, მაგრამ ის აღარ იქნება იმ მასშტაბის, რაც აქამდე ვნახეთ. საჭირო აღარ არის. ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის უმეტესობას უკვე დაარდრეს. როგორც მაკენზი არნიშნავს, ირანის ბალისტიკური რაკეტების გაშვების, შენახვისა და წარმოების ობიექტები ახლა მთავარი სამიზნეებია და ამ ობიექტების განადგურება სწორედ ის ამოცანა არის, თვისაც 10 იდეალურია, რადგან იყენებს დისტანციურ საბრძოლო მასალას. 10-ები გაიგზავნება უსაფრთხო საჰაერო ზონებში, ირანის რაკეტების ობიექტებთან ახლოს, სადაც ისინი გაათავისუფლებენ თავიანთ საბრძოლო ტვირთს და შემდეგ დაბრუნდებიან ბაზაზე. ისინი, ვინც ირანის მატერიკზე არ დაფრინავენ, დროს გაატარებენ ჰორმუზის სრუტეში სწრაფი ნავების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე აპაჩის ვერტმფრენებთან ერთად, რომელთა შესახებაც ჰექსეთი საუბრობდა. The Wall Street Journal-ი ამბობს, რომ ეს ორი პლატფორმა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ფაქტობრივად მათ დაიწყეს ბრძოლა ჰორმუზის სრუტისთვის. HSS-ს სავარაუდოდ რამდენიმე კვირა დასჭირდება, რათა ჰორმუზის სრუტე გაათავისუფლოს ირანის მიერ განთავსებული ანტიგემის რაკეტების პოზიციებისგან, სწრაფი ნავებისა და სხვა სამხედრო რესურსებისგან. 10-ები და აპაჩები მოქმედებენ სრუტის სამხრეთ ფლანგებზე, ამბობს გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი დენ კეინი. ამერიკის მოკავშირეებიც აპაჩებს იყენებენ კამიკაძე დრონებთან გასამკლავებლად, ამტკიცებს კეინი. ამ ორ თვითმფრინავს თუ დაუმატებთ გამანადგურებლებს, რომლებსაც HSS ჰორმუზის სრუტეში განალაგებს, მივიღებთ ძლიერ ცეცხლის ძალას, რაც ირანისთვის ჰორმუზის ბლოკადის განხორციელებას ბევრად უფრო სახიფათოს ხდის. უფრო სახიფათო დიახ, მაგრამ შეუძლებელი არა. სრუტე კლავაც ძლიერად არის დაბლოკილი და მხოლოდ რამდენიმე სავაჭრო გემი ახერხებს მის გავლას. პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს ვადა გაუხანგცლივა სრუტის სრულად გახსნისთვის 6 აპრილამდე. ასე რომ, მომავალ კვირაში სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი 10-ისა და აპაჩის იერიში იქნება, რათა ირანს შეახსენონ, რამდენად დიდი ცეცხლის ძალა აქვს HSS სრუტეში. თავი კითხვა ისაა, დათმობს თუ არა ირანი ტრამპის მოთხოვნას. თუ ასე მოხდება, 10-ებმა და აპაჩებმა თავიანთი საქმიანთი საქმე გააკეთეს და ირანის პოზიციები ჰორმუზის სრუტეში იმდენად შეასუსტეს, რომ რეჟიმს აღარ დარჩება სხვა არჩევანი. მაგრამ თუ ირანი ბლოკადას გააგრძელებს, მაშინ შეიძლება ჯარები ხმელეთზე შევიდნენ, სადაც ისინი ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულს შეუტენ და ყურადღებას გაამახვილებენ კარგის კუნძულზე, რომელიც ირანისთვის ეკონომიკური სიცოცხლის ხაზია. HSS ანტიპის ოპერაციისთვის ემზადებოდა. ირანის ისტორიაში ყველაზე დიდი სახმელეთო შეჭრა შესაძლოა მალე დაიწყოს და ყველაფერს ამის შესახებ შეიძლებათ გაეცნოთ ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტით მეტი ჩვენი Operation Epic Fury-ის გაშუქებიდან. მადლობა ყურებისთვის.